ეს თქვა იესომ და თავის მოწაფეებთან ერთად კედრონის ხევს გაღმა გავიდა, სადაც ბაღი იყო, რომელშიც შევიდა თვითონ და მისი მოწაფეები. There was a garden in that place, and Jesus and his disciples went in. Judas, the traitor, მისმა გამცემმა იუდამაც იცოდა ეს ადგილი, რადგან იესო და მისი მოწაფეები ხშირად იკრიბებოდნენ იქ. იუდამ კი წაიყვანა რომაელთა რაზმი და მღვდელმთავართა და ფარისეველთაგან გამოგზავნილი მსახურნი და მივიდნენ იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და იარაღით. იესო მიცოდა რა ყველაფერი რაც მოელოდა, გამოვიდა და უთხრა მათ. ვის ეძებთ? მიუგეს მას. იესო ნაზარეველს. მისი გამცემი იუდაც მათთან იდგა. უთხრა მათ. მე ვარ. როდესაც უთხრა, მე ვარო, დაიხიეს უკან და მიწაზე დაემხნენ. კვლავ კითხა მათ. ვის ეძებთ? მათ უთხრეს. იესო ნაზარეველს. მიუგო იესომ. გითხარით მე ვარ მე. მე თუ მეძებთ ესენი გაუშვით, წავიდნენ. რათა აღსრულდეს მისი ნათქვამის სიტყვა. ვინც შენ მომეცი, მათგან არავინ დამიღუპავს. სიმონ პეტრეს კი მახვილი ჰქონდა, იშიშლა. დასხო მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩაათავა. მონას მალქოზი ერქვა, მაგრამ იესომ უთხრა პეტრეს. ჩააგე მახვილი ქარქაშში. თუ არ უნდა შევსვა სასმისი, რომელიც მამა მომცა. მაშინ რაზმმა 1000 თავმა და იუდეველთა მსახურებმა შეიპყრეს იესო და შეკრეს. პირველად ანასთან წაიყვანეს. ის იყო სიმამრი, კაიაფასი, რომელიც მღვდელმთავრობდა იმ წელიწადს. ეს ის კაიაფა იყო, რომელმაც იუდეველებს ურჩია, უმჯობესი ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვისო. იესოს მიხვებოდნენ სიმონ პეტრე და სხვა მოწაფე. ის მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო და იესოსთან ერთად მღვდელმთავრის ეზოში შევიდა. პეტრე კი კარს გარეთ იდგა. შემდეგ სხვა მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი გამოვიდა, გადაულაპარაკა მეკარე ქალს და პეტრე შეიყვანა. აქ მხევალმა მეკარემ უთხრა პეტრეს. განა შენც იმ კაცის მოწაფეთაგანი არა ხარ? უთხრა მან. არა ვარ. იდგნენ მონები და მსახურნი და ნაკოჩხლები გაეღვივებინათ, ვინაიდან ციოდა და თფებოდნენ. პეტრეც მათთან იდგა და თფებოდა. მღვდელმთავარმა ჰკითხა იესოს მის მოწაფეებზე და მის მოძღვრებაზე. მიუგო მას იესო. მე აშკარად ველაპარაკებოდი წუთის სოფელს და მუდამ ვასწავლიდი სინაგოგასა და ტაძარში, სადაც ყველა იუდეველი იკრიბება. ფარულად არაფერი არ მილაპარაკნია. მე რას მეკითხები? კითხე მსმენელებს, რას ველაპარაკებოდი მათ. აჰა, მათ იციან, რასაც ვამბობდი. ამ სიტყვებს რომ ამბობდა, ერთმა იქ მდგომმა მსახურმა გაარტყა იესოს და უთხრა. ასე პასუხობ მღვდელმთავარს. მიუგო იესომ. თუ ცუდად ვთქვი, დამიმოწმე ცუდის შესახებ და თუ კარგად რა დამწე. ანამ შებოჭილი გაგზავნა იგი მღვდელმთავარ კაიაფასთან.
priest. სიმონ პეტრე კი იდგა და თბებოდა. უთხრეს: Others said to him, შენც მისი მოწაფეთაგანი არა ხარ? უარყო და თქვა: არა ვარ. but Peter denied it. One of the high priest's slaves მღვდელმთავრის ერთმა მონათაგანმა პეტრემ რომ ყური ჩამოათალა იმის ნათესავმა, უთხრა: განა მასთან ერთად არ გნახე ბაღში. პეტრემ კვლავ უარყო და მყისვე მამალმა აღვიძა. and at once a rooster crowed. Early in the morning, Jesus was კაიაფასგან იესო პრეტორიაში წაიყვანეს. governor's palace. ადრე იყო და პრეტორიაში არ შესულა, რათა არ გაუწმინდურებულიყვნენ, რომ პასექის ჭამა შეძლებოდათ. The Passover meal. გამოვიდა პილატე მათთან გარეთ და თქვა: რა ბრალს ასდებთ ამ კაცს? მიუგეს და უთხრეს: ეს რომ ბოროტის მოქმედი არ იყოს, არ გადმოგცემდით. უთხრა მათ პილატემ. წაიყვანეთ თქვენთან და მსჯავრით დაზე თქვენი რჯულის მიხედვით. უთხრეს მას იუდეველებმა, ჩვენ ნება არა გვაქვს ვინმე მოვკლას. რათა აღსრულდეს იესოს სიტყვა, რომელიც თქვა იმის მისანიშნებლად, თუ როგორი სიკვდილით უნდა The მომხდარიყო. kind of death he would die. პილატე კვლავ შევიდა პრეტორიაში. And called Jesus. იესოს მოუხმო და უთხრა: შენ ხარ იუდეველთა მეფე. მიუგო იესომ. შენით ამბობ ამას თუ სხვებმა გითხრეს ჩემს. მიუგო პილატემ. განა მე იუდეველი ვარ. შენმა ერმა და მღვდელმთავრებმა გადმომცე შენი თავი. The chief priests who handed you over to me. რა ჩაიდინე? მიუგო იესომ. ჩემი სამეფო არ არის ამ წუთის სოფლისა. ჩემი სამეფო რომ ამ წუთის სოფლისა ყოფილიყო, მაშინ ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს ხელში არ ჩავვარდნოთ. არა, ჩემი სამეფო არ არის სააქაო. უთხრა მას პილატემ. ესე იგი მეფე ხარ. მიუგო იესომ. შენ ამბობ რომ მეფე ვარ. მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი წუთის სოფელში, რომ ჭეშმარიტება დამემოწმებინა. ყველა ვინ ჭეშმარიტებიდანაა, ისმენს ჩემს ხმას. უთხრა მას პილატემ. რა არის ჭეშმარიტება? ეს რომ თქვა, კვლავ გამოვიდა იუდეველებთან და უთხრა მათ: ვერავით არ დანაშაულს ვერ პოულობ მასში. ხომ გაქვთ შეუძლება რომ პასექს ერთი გაგინ თავისუფლოთ? Prisoner for you during the Passover. Do you want me to set გსურთ რომ გაგინ თავისუფლოთ იუდეველთა მეფე? the Jews? მაშინ კვლავ აყვირდნენ და თქვეს: ბარაბა კი ავაზაკი იყო. Then Pilate მაშინ წაიყვანა პილატემ იესო და გააშოლთვინა. ჯარისკაცებმა ეკლის გვირგვინი დაწნეს და თავზე დაადგეს და ძოწეული მოასხეს. then they put a purple მიდიოდნენ მასთან და ეუბნებოდნენ. გიხაროდეს იუდეველთა მეფე. და სახეში სცემდნენ. Pilate ლავ გამოვიდა პილატე გარეთ და უთხრა მათ: Look, აჰა მე გამომყავს იგი თქვენთან რათა იცოდეთ რომ ვერავით არ დანაშაულს ვერ პოულობ მასში. cannot find მაშინ იესო გამოვიდა გარეთ, ეკლის გვირგვინით და ძოწეულით შემოსილი და უთხრა მათ პილატემ: აჰა კაცი,
როდესაც იხილეს იგი მღვდელმთავრებმა და მსახურებმა იყვირეს, უთხრა მათ პილატემ: თავად წაიყვანე და ჯვარს აცვით. ვინაიდან მე ვერ პოულობ მასში დანაშაულს. მიუგეს იუდეველებმა. ჩვენ გვაქვს რჯული და ჩვენი რჯულის მიხედვით იგი უნდა მოკვდეს. ვინაიდან თავის ღვთისძედ გაიხადა. ეს სიტყვა რომ მოისმინა, პილატემ უფრო შეშინდა. Even more afraid. He went back. ლավ შევიდა პრეტორიაში და უთხრა იესოს: Jesus, საიდან ხარ? but Jesus მაგრამ იესომ პასუხი არ გასცა. უთხრა მას პილატემ: მე არ მცემ ხმას. განა არიცი რომ ხელმწიფება მაქვს შენ ჯვარცმაზე. And also to have you crucified. მიუგო იესომ. არავითარი ხელმწიფება არ გექნებოდა ჩემზე, მაღლიდან რომ არ მოგცემოდა. ამიტომ მას, ვინც ჩემი თავი გადმოგცა შენ, უფრო დიდი ცოდვა აქვს. ამის შემდეგ პილატი ცდილობდა მის გათავისუფლებას, მაგრამ იუდეველები აყვირდნენ და თქვეს: თუ ამას გაათავისუფლებ, არა ხარ მეგობარი კეისრისა. რადგან ვინც მეფედ ხდის თავს, კეისარს ეწინააღმდეგება. when Pilate heard these პილატემ რომ ეს სიტყვა მოისმინა, იესო გარეთ გაიყვანა და დაჯდა მსაჯულის ტახტზე. judge's seat in the place ადგილზე, რომელსაც ქვაფენილი ეწოდებოდა. ებრაულად კი გაბეთა. პასექის პარასკევი იყო. იქნებოდა მე-6 საათი და უთხრა იუდეველებს: said to the people, აჰა თქვენი მეფე. მათ კი იყვირეს. პილატემ უთხრა: თქვენი მეფე ვასვა ჯვარს. მღვდელმთავრებმა უპასუხეს: ჩვენ არ გვყავს მეფე კეისრის გარდა. მაშინ გადასცა იგი მათ ჯვარზე საცმელად და წაიყვანეს იესო.
წაიღო თავისი ჯვარი და გავიდა ადგილზე, რომელსაც ეწოდებოდა თხემე, ებრაულად კი გოლგოთა. In Hebrew it is called Golgotha. There they crucified him. იგი ჯვარს აცვეს იქ, მასთან ერთად აქეთ-იქით ორი სხვა, შუაში კი იესო. Pilate wrote a notice. პილატემ წარწერას დაწერა და ჯვარზე დაამაგრა. დაწერილი იყო: იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე. Many people read it. ბევრი იუდეველი კითხულობდა ამ წარწერას, რადგან იესოს ჯვარცმის ადგილი ახლოს იყო ქალაქთან და დაწერილი იყო ებრაულად, რომაულად და ბერძნულად. Latin and Greek. უთხრეს იუდეველმა მღვდელმთავრებმა პილატეს: Write the king of უდაწერ იუდეველთა მეფე. არამედ რაც მან თქვა, იუდეველთა მეფე ვარო. მიუგო პილატემ. რაც დავწერე, დავწერე. ჯარისკაცებმა ჯვარს რომ აცვეს იესო, აიღეს მისი სამოსელი და გაჰყვეს 4 ნაწილად. თითოეულ ჯარისკაცს შეხვდა თავისი წილი და კვართი. კვართი არ იყო შეკერილი, თავიდან ბოლომდე ნაქსოვი იყო. უთხრეს ერთმანეთს: ნუ დავხებთ. წილი ვყაროთ მასზე, ვნახოთ ვის შეხვდება. რათა აღსრულებულიყო წერილი. გაინაწილეს ჩემი სამოსელი და წილი ხყარეს ჩემს ტანსაცმელს. ასე მოიქცნენ ჯარისკაცები. იესოს ჯვართან იდგნენ დედამისი, დედამისის და მარიამ კლეოპასი და მარიამ მაგდალელი. იესომ დაინახა იქ მდგომი დედა და მოწაფე, რომელიც უყვარდა. უთხრა დედას: and the disciple he loved. დედაკაცო, აჰა, შენი ძე. შემდეგ მოწაფეს უთხრა: აჰა, დედა შენი. და მოწაფემ მაშინვე თავისთან წაიყვანა იგი. ამის შემდეგ იცოდა რა იესომ, რომ უკვე დამთავრდა ყველაფერი, წერილის აღსასრულებლად თქვა: To make the scripture come true, he said. წყური. იქ ძმრით სავსე ჭურჭელი იდგა. ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი წამოაცვეს უსულს და პირთან მიუტანეს. Stalk of hyssop and lifted up to his lips. როცა მიიღო ძმარი იესომ, თქვა: აღსრულდა. დახარა თავი და სული განუტევა. რა კი პარასკევი იყო? შაბათს გვამები რომ არ დარჩენილიყო, ის შაბათი კი დიდი დღე იყო. The bodies down from the crosses. იუდეველებმა სთხოვეს პილატეს. წვივები დაემტრიათ მათთვის და ჩამოეხსნათ. მოვიდნენ ჯარისკაცები და მასთან ერთად ჯვარცმულებს წვივები დაუმტრიეს, ერთსაც და მეორესაც. Who had been crucified with Jesus. იესოსთან მისულებმა, როცა დაინახეს, რომ უკვე მომკვდარიყო, So they did not break his legs. აღარ დაუმტრიეს წვივები. Plunged his spear into Jesus' side. მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა
at once შუბით გაუგმირა მას ფერდი poured out. და მყისვე გადმოსკდა სისხლი და წყალი. ხიველმა დაადასტურა ეს და მისი მოწმობა ჭეშმარიტია. მან იცის, რომ ჭეშმარიტებას ამბობს, რათა თქვენ ირწმუნოთ, რადგან ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წერილი. მისი ძვალი არ შეიმუსრება. ასევე სხვა წერილიც ამბობს, შეხედავენ მას, რომელიც განგმირს. ამის შემდეგ იოსებ არიმათიელმა, რომელიც იესოს მოწაფე კი იყო, ოღონდ ფარულად, იუდეველთა შიშის გამო, სთხოვა პილატეს, რომ ჩამოეხსნა იესოს გვამი. პილატემ დართუნება. მოვიდა იგი და ჩამოხსნა მისი გვამი. მოვიდა ნიკოდემოსიც. ერთხელ რომ ღამით მივიდა იესოსთან და მოუტანა 100 ლიტრა სმირნისა და ალოეს ნაზავი. აიღეს და შეახვიეს იესოს გვამი ტილოში, ნელსაცხებელთან ერთად, როგორც მიღებულია იუდეველთა შორის დამარხვისას. იმ ადგილას, სადაც ჯვარსაცვეს იგი, ბაღი იყო. ბაღში კი ახალი სამარხი, რომელშიც ჯერ არავინ ჩაესვენებინათ. იქ ჩაასვენეს იესო. იუდეველთა პარასკევის გამო, რადგან ახლოს იყო სამარხი.